ნაგზავთ რადიომედის პირდაპირ ეთერში მუშაობას და ჩვენ ახლა რადიომედის სტუდიაში გამოვეხმაურებით ისეთ საინტერესო თემას, რომელიც ალბათ მეტწილად მარკეტინგის მიმართულებით მომუშავე და ამ სექტორში მყოფი ადამიანებისთვის იქნება საინტერესო და არა მხოლოდ. ყველა საინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ მომავალი კლიენტი თუ ახლა მოქმედი კლიენტი შევინარჩუნოთ, როგორ ვიმოქმედოთ მათზე და ის ფსიქოლოგიური მომენტები, რომლის გამოყენებითაც დიდი ბრენდები, მცირე კომპანიები, დამწყებნი ახერხებენ სასურველ შედეგებზე გასვლას და ეს არ ეხება ალბათ მხოლოდ გაყიდვებს, ალბათ უფრო მეტად მოცულობითია ჩვენ ვისაუბრებთ ნეირომეცნიერების როლზე კონკრეტულად გაყიდვების პროცესში და ამ თემას სასაუბროთ ჩვენ რადიომედის სტუდიაში საერთაშორისო პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი, ორგანიზაციული განვითარების ტრენერი და გაყიდვების მენტორი ყავს სტუმრად ხათუნა მდინარაძე. მივესალმებით მას, გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მადლობა სტუმრობისთვის. ხათუნა, ის რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგია ძალიან განვითარებულია და როდესაც სიტყვა ჩვენ ვთქვათ ნეიროგაყიდვებზე ვაპირებთ საუბარს, მაგრამ როდესაც სიტყვა ნეიროს ვახსენებთ, ყველა მედის ვთქვათ ციფრულ ნეიროქსელებისკენ, სადაც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა, ვთქვათ დივერსიფიკაციაში, მარკეტინგული კუთხით და ბოტის დონეზე კომუნიკაციაში ასე შემდეგ მაგ ჩართულია, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტია, რომ ალბათ მაინც საწყისი ეტაპია და იქ ძალიან დიდი შედეგები გველოდება წინ. თუმცა აი ასეთი დიდი ტექნოლოგიური გარღვევისა და ციფრულ ეპოქაში ცხოვრებისა მაინც არაფერი ვიცით ბოლომდე იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც ქვია ტვინი. ვიცით, მაგრამ მაინც არ ვიცით, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი ჭირდება მის კიდევ უფრო სიღრმისეულ შესწავლას. ესეც საინტერესო მომენტია, რომ ადამიანი სწავლობს იმ ორგანოს, რომელიც შიგნითაა და ცდილობს მასში გაერკვეს, ხო? ნუ ამას ვინც ბოლომდე მოახერხებს, ის საერთოდ ალბათ არამქვეყნიური შესაძლებლობისა იქნება. მაგრამ ჩვენ ვსჯელობთ და ახლა ალბათ თქვენს თეორიას, თქვენს კომუნიკაციას აგებთ სწორედ იმ ცოდნის საფუძველზე, რაც დღემდე გაგვაჩნია. და ეს ის ცოდნაა, რომელიც არ ჩერდება, მუდმივად მიდის. მოდით ჩვენი დიალოგი დავიწყოთ შემდეგი წერტილიდან. რა არის ის სიახლის სახი დღეს ნეირომეცნიერებაში, სხვა მხრივ ტვინის შემსწავლელი მეცნიერების მიერ მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე, ისეთი, რაც ერთგვარი სიახლეა, თქვათ, ნეიროგაყიდვების კუთხით, რაც შეიძლება თქვათ 1-3 წლის წინ ნაკლებად ვიცოდით. აი ასეთი რა არის და როგორია დღევანდელი მოცემულობა, რამდენად სწორად ვახერხებთ, კარგად ვახერხებთ, გავარტყათ ადამიანის ფსიქოინტერესს, ფსიქოტიპაჟებს და იქ კიდევ ჩაშლა არის და ამაზეც ვისაუბრებთ. ამ ყველაფერს მორგება რთულია. ჩვენ ვიცით 24 კადრის შესახებ, ცნობილი ეფექტის შესახებ, მაგრამ ეს მაინც მექანიკურია, გასაგებია მოქმედებს ფსიქოლოგიურზე, მაგრამ იმის მერე ბევრი წელი გავიდა. რა რეალობა გვაქვს დღეს? მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მართალი ბრძანეთ თქვენ, ასე ბოლომდე შესწავლილი, რა თქმა უნდა, ეს სფერო არ არის და პირიქით, ახლა წამოვიდა ამ კუთხით ინტერესიც, ნეირომეცნიერებიც უკვე ბოლო ათწლეული წლები არიან ჩართულები, ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო კიდევ უფრო ნათელი გამხდარიყო რაღაცები და ეს ქსელური კავშირები თავის ტვინში გაზომვადი მაჩვენებელი ყოფილიყო, მაგალითად რა ჰორმონები გამომუშავდება, როდის იღებს ტვინის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ყველა სიტუაციაში ამისი ასე გაზომვა და გამოკვლევა, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში რაღაცები იყო რამდენიმე წლის წინაც ცნობილი, მაგალითად ფერს როგორ აღიქვამს ადამიანი, კლასიკური მეცნიერებებში ან თითოეული ფორმა რა კვალს ტოვებს ჩვენში, არაცნობიერად ისე რომ გონია რომ არ ტოვებს, მაგრამ მე აღმოჩნდება ყიდვის პროცესში რომ თურმე დაუტოვებია. თანამედროვე მიდგომებში ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ აი წამის მიასედებში როგორ მუშაობს თავის ტვინი და ყიდვის პროცესში და ჩვენ რომ გონია რომ რაღაცას ყურადღება არ მივაქციეთ, თურმე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი რაღაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, კლასიკური მიმართულებით იყო ცნობილი, თუმცა დღევანდელი მიმართულება უფრო მეტად ნეირომეცნიერებაში არის და ამ კუთხით იკვლევენ და გაყიდვებში და მარკეტინგში მერე გადმოტანილია. პირდაპირი კვლევები არის აქაც, თუმცა ძალიანაც ბევრს ვერ ვიტყვით ამ კუთხით იყოს, რადგანაც
ცოტა ეთიკური საკითხია და ყველაფერზე მოკლედ არ შეიძლება ასე გვეუბნებიან ჩვენ ფსიქოლოგთა ასოციაციები, რომ ასე ბოლომდე ჩავერიოთ. თუმცა არის რაღაც კვლევები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია აი ახლა ვთქვათ და გაგიზიაროთ თქვენც, რომ არის რა არის ის მოტივი, რაც მიბიძგებს მე მოტივად იქეთ, რომ ვიყიდო რაღაც. ორი ფაქტორი მონაწილეობს, თურმე აქ აღმოჩნდა, ერთი არის თავის არიდების, რაღაცას თავი ავარიდო, ცუდს, ანუ ჩემი უსაფრთხოება დავიცვა და მეორე არის ჩემი ოცნება, სურვილი, მიზანი სწრაფვა უკეთესობისკენ. აი ამ ორ ჭრილში მიდის მერე ძირითადად კვლევა, რაც შეიძლება აღიქომდეს ადამიანი იმ საფრთხეთ, რასაც გინდა რომ თავი აარიდო და რა არის ის კონკრეტული ფსიქოტიპის იქნება თუ სეგმენტის მთავარი მოტივი, მისი მთავარი მიზანი რომ შეასრულოს და აი ამაში თან ძალიან მნიშვნელოვანი გადაიხადოს ფული. ანუ საწყისში მაინც რჩება თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე ის რაც ოდითგანვე გქონდა და გვაქვს და გვეხმარება რომ როგორც მოდგმა დავრჩეს კი და ბატონო თვითგადარჩენა. თუმცა ეს არ შეიძლება იყოს ანუ ესეთი ერთ-ერთი ბაზისურიც არის. საბაზისო არის ამ ორ ფაქტორზე არის მე აგებული მთელი ჩვენი სურვილებიც და თავის არიდებებიც. ეს თავის არიდება შეიძლება ძალიან პატარა რაღაც იყოს. აი მაგალითად ხშირად ვამბობ, რომ შეიძინო ტექნიკა, რომელიც უფრო სწრაფად მუშაობს და არ მოგიწიოს ლოდინი, როდის გაიხსნება ან თუნდაც ლეპტოპში რომელიმე ფანჯარა. აი ამ წამის მეასედის ან მეათედის გამო შენ შეგიძლია, არ ვიცი, 1000 ლარით მეტი გადაიხადო, თუნდაც ერთი წამით თუ უფრო მალე სკროლავ რაღაცას ან არ ვიცი, მალე იხსნება ფანჯარა. ეს შეიძლება იყოს თავის არიდება ამ მომენტში დროსთან დაკავშირებით, დაზოგო დრო, დაზოგო ენერგია, დაზოგო ნერვები და ასე შემდეგ. და თან შეიძლება არც ის არის გამორიცხული, რომ იქ ორი მომენტი ალბათ ესეც ფსიქოტიპაშია. ერთი ვინ ზუსტად იცის, რომ ეს წამის მიათედები მას უწყვიტავს საქმეში და მას ეხმარება და ეს როგორც ერთგვარი ინვესტიცია, ის ზედმეტი 100 ლარი იქნება თუ 1000 ლარი და იცის რომ ამას გამოიყენებს და არის მეორე ვინც გაიგო რომ 1000 წამით უფრო სწრაფად მუშაობს ეს და მას ეუბნება twin რომ დაზღვეული ვიქნებით რამე რო იყოს, მაგრამ შეიძლება შეიძინოს მეტი გადაიხადოს და მთელი მისი ექსპლუატაციის მანძილზე საერთოდ არც გამოიყენოს. თუმცა მეორე ფაქტორი შემოდის, რომელსაც ქვია სტატუსი და ის რაც დღეს ან მოდაშია, ან ტრენდულია, ან ლაიფსტაილი ეგრევე ცხოვრების სტილის მატარებელია. ამის ალბათ ერთ-ერთი მკვეთრი მაჩვენებელი არის სმარტფონები. ვერ ვიტყვით ასე ცალსახად. ასე ცალსახად ცხოვრების სტილის განსაზღვრელი შეიძლება ასე დავარქვათ. ცხოვრების სტილის განსაზღვრელი იყოს. არა, მე ვამბობ ტრენდულობის თვალსაზრისით გავლენა, სოციალური გავლენა ასე ვთქვათ. თუმცა ჩინეთის ტექნოლოგიურმა განვითარებამ აქაც რაღაცა თითქოს კლასიკა დაარღვია, იმიტომ რომ მაინც არჩევანი იყო ორ ტელეფონს შორის, Android-ის ოპერაციულ სისტემასა და თეთრს შორის. შეგნებულად არ დავასახელებ მათ დასახელებას, მაგრამ ჩინეთმა რომელიც ეს რა პროდუქტია, ისეთი ნაირსახეობის სმარტფონები შექმნეს, რომ აი ეს სტატუსის ელემენტი ერთის მხრივ კიდე დარჩა, მაგრამ მეორეს მხრივ არჩევანი გაზარდა და მარტო სტატუსზე დაფუძნება არ არის. მოდი ასე ვიტყოდი, გააჩნია მაშინ ბრენდს რისი თქმა სურს. და ამას მე შეგვიძლია გავუყო ჩვენ ბოლომდე. თუ კი მე ბრენდი მეუბნება, რომ ჩემი მთავარი ატრიბუტი არის ხარისხი, ის რომ არის ორიგინალი, ის რომ არის სტატუსის მატარებელი და ამას მპირდება ბრენდი, მაშინ მე ჩემდა უნებურად თავისთავად სულ მისგან ამას ვითხოვ, იმიტომ კი არა რომ მე მინდა, იმიტომ რომ თქვენ ბრენდმა დამპირდით, ბრენდი არის დაპირება და მე ამისი შესრულება და ნებისმიერი სახის კომპანია იქნება, ტექნოლოგია თუ არ ვიცი, წარმოება, რასაც მპირდება ნაკლებ ხარისხიანს თუ ნაკლებ ბიუჯეტურს, მე ავტომატურად უკვე ამას ვითხოვ. სადღაც გავყვეთ ამას, იმიტომ რომ თქვა გაყიდვების სექტორში ზოგადად ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით ავტოინდუსტრიაში და ასე შემდეგ, ჩინეთის შესაძლებლობებმა ამ ხრივად სირთულეები შექმნა, ხო? მაგალითად, თუ აქამდე ორ ძირითად ტელეფონს შორის იყო არჩევანი, იქ ორივეს ჰქონდა თავისი პლუსი, თავისი ღირსება. და ერთ თქვათ სოციალური სტატუსის თვალსაზრისით ერთ-ერთ თეთრს ალბათ ცოტა მეტი სხვანაირი დამოკიდებულება იყო მის მიმართ და არის. მაგრამ ამასობაში ჩინეთში შექმნილი სმარტფონების სიჭრელემ მოიტანა ის, რომ ისეთი ტელეფონები, რომლებიც არც ერთს ჩამორჩება ტექნოლოგიურად და არც მეორეს და ბევრად უფრო იაფია. რაღაც დააფიქრა ადამიანი იმაზე, რომ
მე ვიხდი, ესე იგი ბრენდშიც იხდი რაღაცა მარჟა არის, რომელიც მარტო სახელწოდების და ბრენდის და ისტორიის გამო იხდი, მაგრამ ბევრად ნაკლებია და ამ ფულს სხვა რამეში გამოვიყენებ. ეს მომენტიც მეტად შემოიტანა. ეს უკვე სხვა მომენტი შეიძლება არც არაფერს. იქაც იგივე შემოდის. იქაც იგივე მაჩვენებელი შემოდის. მაგრამ უბრალოდ იმის მინდა რომ ამან შეუქმნა ალბათ კლასიკ თეთრსა და შავ შორის არჩევანის თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანს მისცა იმის შესაძლებლობა რომ მათ შორის კიდევ ბევრი ფერია და ამ ფერებშიც შეიხედე. კი ბატონო, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც იგივე მოდულით ვაკეთებთ, რაზეც ტრიგერდებით. ასე რომ იგივეს ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა იქ ბრუნდებით. ეს არ არის რა თქმა უნდა არჩევანის თავისუფლება გაქვს და სწორედ გრძელვადიან ურთიერთობებზე აგებული გაყიდვები და ეს ნეირო გაყიდვებიც არის ამისი გამოხატულება რომ თქვენ უბრალოდ მახასიათებელი კი არ იყიდოთ. ჩვენ ახლა რაზეც საუბრობდით, ეს არის მახასიათებელი. მახასიათებლებზე ჩვენ რომ ვისაუბროთ, აქ თუნდაც პროფესიონალები, ჩვენ ხომ ამ სფეროს პროფესიონალები არ ვართ, აი პროფესიონალები რომ მოვიწვიოთ, შეუძლიათ იმათ დასხდნენ და დაწონონ ეს და გაზომვადი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ როცა რაღაცას უყიდულობთ, იქ აუცილებლად თავის ტვინი გადის გზას, რომელსაც ქვია ლიმბური სისტემა და ამიგდალა და ეს არის ემოციები. ეს არის ფაილები, რომელსაც ჩემი მეხსიერება შეგრძნების სახით ინახავს. აი ახლა იქ მე რაზე დავტრიგერდები, იქ მახასიათებელი უკვე აი თქვენ რაც ჩამოთვალეთ ეს ლოგიკური რაღაცები, უკვე იქ საერთოდ ხდება. იქ არის შეგრძნება. ჩემში რა აანთო ისეთი, რომ მე მომინდა გადავიხადო 1000 ლარი მეტი და ნაკლები არ არსებობს აქ, მე მიიღირს და ვიხდი. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ემოცია, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სტატუსის გამოხატულება, თუ ეს შეიძლება იყოს შთაბეჭდილება, რომლის აი არ ვიცი, 10 წლის მერე რომ აღარ მექნება რაღაც ტექნიკა იქნება ეგ საათი იქნება თუ ბეჭედი, დამრჩება ის შთაბეჭდილება, რომელიც არის უკვდავი და სწორედ ეს არის ის ნეირო გაყიდვები, რომ შენ კი არ გაყიდო უბრალოდ რაღაც ნივთი შენ მას შეუქმნა ღირებულება, რომლებსაც ჩვენ მთელი ცხოვრება ვატარებთ და ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. კარგი, ამ თამაში ორი ძირითადი მხარეა. ერთი არის შემქმნელ გამყიდველი, ნუ აქ შეიძლება ცალ-ცალკე იყოს, მაგრამ გავაერთიანოთ და მეორე არის შემსყიდველი. ახლა ინდივიდზე გავაკეთოთ აქცენტი, ხო? ორგანიზაციაც რა იყოს, თუ მას განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, ალბათ მაინც ინდივიდების მორგებაზეა. ორგანიზაცია ჩვენ შეგვიძლია გავაპიროვნულოთ და რაღაც მიეცეთ. იმას ვამბობ, რომ თუ რაღაცა განსაკუთრებული სპეციფიურობით ორგანიზაცია არ გამოირჩევა, მაინც იქ რამდენიმე შემსყიდველი ადამიანის მსჯელობიდან გამომდინარე ხდება ეს, ხო? ნუ დამგეგმარე ჯგუფი და ასე შემდეგ. მაგრამ ინდივიდებამდე დავიყვანეთ. ორი მხარე. დიახ, ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ დადებითი ემოცია მოგვანიჭოს ნივთმა, რომელსაც შევიძენთ. ეს სურვილი გვაქვს, ხო? მეორე მხარეს არის შემქმნელი და გამყიდველი, რომელიც გავაერთიანეთ და მან უნდა მიაგნოს იმ ელემენტს, რა გააბედნიერებს ამ ადამიანს. აი აქ ახლა მათი ერთ სიბრტყეზე დაждდომა ყოველთვის პრობლემაა, ხო? იმიტომ რომ ის სხვა სეგმენტშია, ეს სხვა სეგმენტშია, ის სხვა კლასტერშია, ეს სხვა კლასტერშია, ის სხვაგან ეძებს თავის ბედნიერებას, ეს სხვაგან ეძებს გასაბედნიერებლებს და ასე შემდეგ. და აი ამ დამთხოვის მისაღწევად ალბათ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველაზე დიდი შედეგიანი პროდუქტი რა მეცნიერება თუ არ ვიცი, მიმართულება, რასაც ქვია მარკეტინგი, ხო? აი აქ რაც უფრო კარგად შეისწავლე და დაწვრილდი ფოკუსირება სწორად მოახდინე, გადასარევია. მაგრამ აი მხარეების პოვნაში ჩვენ თუ საუბრობთ ნეირომეცნიერებაზე, შემსყიდველების კუთხით და ჩვენ ტვინზე ზემოქმედების შედეგად ვხებულობ გადაწყვეტილებას, ხო? მეორე მხარის ტვინიც ხო მუშაობს ისე რომ იმის ტვინამდე მივიდეს. აი ეს ორი მხარე რო ავიღოთ, დღეს რა მოცემულობა გვაქვს, რამდენად ეფექტიანად არის, მე არ ვამბობ ტექნოლოგიების გამო. ნუ ხო მეც პირობითად მოვიყვანე, ვუცემ რაც. არა, უბრალოდ იმის მომინდა თავიდან ვთქვი, რომ კომპიუტერული ნეირომეცნიერება, ნეიროქსელები და ხელოვნური ინტელექტი ცალკე თემაა. მე ახლა ვსაუბრობ წმიდა ფიზიკურ დონეზე, რა მოცემულობა გაგვაჩნია და რამდენად ახერხებენ თანამედროვე მარკეტოლოგები, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ეფექტიანად მოახდინონ ზემოქმედება პოტენციურ შემსყიდველებზე, ვიდრე ამას ახერხებდნენ ადრე. აი გვაქვს თუ არა რაიმე ტიპის გარღვევა აი აქ თქვენი სფეროა. კი ბატონო, ეს გარღვევა ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ პანდემიის დროს. უცებ
გაქრა კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურად იყვნენ ამ საქმეში, ტექნიკურად გულისხმობ, მაგალითად, გაყიდო იმისთვის, რომ გაყიდო. გაყიდო იმისთვის, რომ შენ გქონდეს მოგება. და უცებ დადგა პერიოდი ისეთი, რომ ჩვენ გადავაფასეთ ყველაფერი და საბოლოოდ მაინც ჩვენ ახლა რაც არ უნდა პრაგმატულები ვიყოთ, ბიზნესში ვიყოთ, გადარჩა კომპანიები, სადაც მთავარი ღირებულება იყო ადამიანი. ეს ადამიანური ურთიერთობები ჩვენ გატანილი გვაქვს მომხმარებელთანაც. თუ კი შენი მთავარი ღირებულება არის მომხმარებელი და თუ კი შენ მას ისე აღიქვამ და უყურებ, რომ აი ეხლა მე რა შემიძლია შენთვის გავაკეთო, ეს შესაძლოა ცოტა ფერადად ჩანს. თუმცა ფაქტია, რომ გრძელვადიან ურთიერთობებში ჩვენ მარტივად ხვდებით, ვინ მოგვატყუა. გრძელვადიან ურთიერთობებში ჩვენ მე შეიძლება უცებ გავიარო და აი პატარა საღეჭირეზინა, ნუ ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ, უცებ ვიყიდო, თქვა და ბევრი არ დავფიქრდე, მაგრამ როცა შემოდის ჩემს ცხოვრებაში საყოფაცხოვრებო ნივთები, არ ვიცი, სახლი, ბინა, მანქანა, თუნდაც ის საღეჭირეზინა იყოს, რომელიც მე მხოლოდ არ მაძლევს გართობის საშუალება და ის რაღაც ლაიფსტაილის და ამავე დროს ემოციის გამომხატველია, ან მეორეც შეიძლება ის აღარ ვიყიდო და სხვა ვიყიდო, ხო? უკვე მაინც მიდიხარ აქ გრძელვადიან ურთიერთობაზე. არსებობს ასეთი გამოთქმა გაყიდვებში თუ მარკეტინგში, შენ იმდენად კარგად უნდა იცნობდე შენს მომხმარებელს და შენს სეგმენტს, აი ღამით რომ წვება ძილის წინ და რაღაც 10 თუ 15 წუთი რომ აქვს ფიქრისთვის, იქ უნდა იცოდე რა აწუხებს და რა აბედნიერებს. აი იმ მომენტში და არა უკვე როლში, როცა მე გარეთ გამოვედი, არ ვიცი რის როლში ვარ, მშობლის როლში, თანამშრომლის როლში, გაყიდვების როლში თუ არა. ანუ თავის თავთან რო რჩება, ზუსტად ის პირველად მიღავთან? კი ბატონო, შენს მესთან როცა რჩები, ზუსტად მანდ არის ის გადამწყვეტი ტრიგერი, რასაც მე ჩვენ ვყიდულობ და ამას უბრალოდ ნივთების სახით ჩვენი დამატრიგერებელი არის ასე ვთქვათ. ამაზე დიდი კომპანიები ძალიან დიდ ფულს, დიდ ჯგუფს ანალიტიკოსებს ქმნიან, ხარჯავენ, ცდილობა აქვს მოქმედებენ, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ფინანსური გაბარიტი გაქვს, ამაზე ვერ აკეთებ აქცენტს, მაგრამ არის რაიმე ტიპის შაბლონები, რომელსაც იყენებენ? გარდა ვთქვათ იქ ფერებისა და იმ კლასიკური ინფორმაციის რაც გაგვაჩნია, თუ ისევ ეს მუშაობს? რა თქმა უნდა, ყველას იმის შესაძლებლობა არ არის და საქართველოში მით უმეტეს კვლევები აი ამ კუთხით ძალიან ისეთი ფუფუნება არის, ამ კუთხით კი არა, საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კუთხითაც არ კეთდება სამწუხაროდ ამის დაფინანსებების სხვაგვარად ხდება. განვითარებული ქვეყნების მაგალითზე რომ ავიღოთ, არის კომპანიები, სადაც ანთროპოლოგიც კი ყავთ მიწვეული კონსულტანტად, რომ შეისწავლონ ადამიანის ფსიქოლოგია და მისის, არ ვიცი, დაბლოკილი თუ ქვეცნობიერი, არაცნობიერი სურვილები, არ ვიცი, მიზნები, ოცნებები, რა თქმა უნდა, ასეც არ არის ახლა სიტუაცია, რომ ვიღაცას მაინც და მაინც რაღაც აპარატურა უნდა, რომ ეს შეისწავლოს. სწორედ ნეირომეცნიერების როლი გაყიდვებში და მარკეტინგში ამ სფეროს წარმომადგენლები ჩვენ ვსწავლოთ ქცევას, ქცევის მიღმა რა იმალება და კონკრეტული კურსების იქნება ეგ ტრენინგების თუ ვორქშოპების საშუალებით ვიკვლევთ მერე შენ სეგმენტს და შენ სეგმენტს კონკრეტულად და შენს მომხმარებელს რა შეიძლება მისთვის იყოს ისეთი სურვილი ან ისეთი თავისარიდება, რომელიც თვითონაც არის. კი ბატონო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ დგება მერე ფსიქოტიპის რუკა, თითოეულ ფსიქოტიპს თავისი მატრიგერებელი აქვს. კომპლექსური მიმართულება არის, ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგი, აი ასე რომ გავშალოთ ეს თემა. აქ შემოდის ქცევის ფსიქოლოგია, აქ შემოდის ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ჩვენ სიტყვების საშუალებით. თან ახლა მით უმეტეს დრო დაჩქარდა, იმისი დრო აღარ გვაქვს ჩვენ მომხმარებლებს, ან რაღაცას როცა ვყიდულობთ, რომ დიდი ხანი ამაზე ვიფიქროთ, ან საერთოდ რაღაცაზე დიდი ხანი ფიქრის დრო აღარ გვაქვს, ხო? რაღაცები უცებ ხდება სამყაროში და ჩვენს ტვინსაც ამის გადამუშავება უჭირს. ამიტომ მოკლე დროში იმ კონკრეტული ემოციით, იმ კონკრეტული შენგან წასული იმპულსით და ასევე სხეულის ენით, მათზე დართული სიტყვებით, რა შთაბეჭდილება მოვახდინოთ ჩვენს მომხმარებელზე, რომ მან მარტივად მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად უნდა მას და არა შენ. აი, აქ არის განსხვავება ძველ და ახალ მიდგომას შორის, რომ რა სურს რეალურად მას, რომ შენ ის ზუსტად აღმოაჩენინო. ეს არის მთავარი ტრიგერი. ხო, ეს მცდელობა კარგად ჩანს ალბათ ერთ-ერთ ფილმში რა სურთ ქალებს, ხო? ნენსი მეიერსის ცნობილი ფილმი. და მართლა გასაგებია, რომ მარკეტინგის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ტვინში ჩაძვნեն, ხო? მაგრამ რა დონეზე გამოსდით და
როგორ შედეგებს ღებულობენ, ეს მათ ბიზნესზე აისახება. მეორეს მხრივ თქვენ ბრძანეთ პირობითად კევზე და მე მესმის რა კუთხით თქვით, მაგრამ ჩვენ ტვინის შემსწავლელი სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ არის ჩვენ გონია რომ ტვინს ჩვენ მართვთ, ამ დროს ტვინი გმართავს. არის მომენტ ხო ნორმა ალბათ რეალობა, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ერთ რაღაცაზე, ვალაგებთ გეგმას, ასე ვუყურებთ, რაღაც აზრი გაგვიოლებს, არა ეს ასე არა, ისე თქვათ მარცხნივ ვამბობთ, მე გავდივართ და ისე რომ არც კი ვფიქრობ, მივდივართ მარჯვნივ. სწორედ ამაზე კი. ანუ ერთი არის იქ რაღაცა ადვილად ზემოქმედების სივრცე, სადაც ლოგიკურად მსჯელობს თქვა ტვინი და იქ თქვა ისიც მოერგება ამ ლოგიკურ მსჯელობას, მაგრამ აი ამ არალოგიკური და დაუფიქრებელი თუ გაუაზრებული თუ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედება ძალუძთ. კი ბატონო, კიდევ მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ნეირო გაყიდვები არ გულისხმობს მხოლოდ შენს რაღაც ან ლოგიკურ გადაწყვეტილებას აი აქ ჩაძვრეს, ან მაინც იმპულსურს, ან ემოციურს. ეს არის კომპლექსური. ნებისმიერი ლოგიკური გადაწყვეტილების უკანაც კი ეს გადამუშავებული არის, თუმცა იმის უკან დგას მაინც შენი იმპულსი და შენი ემოცია. აი ამ ბაზაზე დაყრდნობით არის ის მარცხნივ წასვლაც. და ამ ბაზაზე ვერ დაყრდნობით არის უკვე მარჯვნივ წასვლა. საბოლოო ჯამში უბრალოდ ქცევას ან აცნობიერებ, ან ვერ აცნობიერებ. ამიტომ ეთიკური მიმართულება, აი თუ კი დავსვამ შეკითხვას, აქ სად არის იბადება იქ, რომ შენ მომხმარებელს დაეხმარო, მან მიიღოს გადაწყვეტილება ისე რომ ის იყოს გაცნობიერებული. ანუ გონების მიღმა პროცესია, სადაც გონებაც არის ჩასრთული და ტვინიც. ეხლა ტვინი თუ გონება, ეს კიდე უფრო სხვა თემაა და ეს ალბათ ცალკე შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, როგორ მართავს გონება ტვინს, რა რესურსი აქვს და თუ კი ვერ მართა, მაშინ ტვინი როგორ მართავს მოკლედ გონებას და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ჩვენ რაც გვჭირდება ამ კონკრეტულ მიმართულებაში, ორივე სწავლობს ეს მიმართულება და სწორედაც რომ ადამიანს ეხმარება, რომ მან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში უნდოდა. არა წელს, არამედ რამდენიმე წლის წინ მახსოვს, ცოტა სხვანაირად გავიაზრე მეცნიერთა გარკვეული მოსაზრება, რომ ჩვენ როდესაც ნივთს ყიდულობთ, მით უმეტეს ალბათ ეს ელექტრონული შესყიდვების პერიოდმა გაამძაფრა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება შესყიდვისა და უკვე აი ამ ნივთის ხელში დაჭერამდე. აი ეს მოლოდინი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიანი და სიამოვნების მომგვრელი იყოს ტვინისთვის, ვიდრე იმ მომენტის შემდეგ, როცა ამას ავიღებთ პირველად ემოციას განვიცდით, რაღაცა შევაფასებთ, გადავხარშავთ და როგორც კი ჩვენად ვიგულებთ, მე უკვე ის არ არის. რატომ ფიქრობთ რომ არ არის? ანუ ისეთი, არა, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ რაც აი შუალედია შესყიდვიდან შეძენამდე და აი პირველი ეფექტი, აი ეს ბევრად უფრო აღემატება შემდეგ ეფექტს, მაგრამ აი აქ ალბათ უფრო აი აქ სწორედ ალბათ ერთვება ეს გრძელვადიანი კომუნიკაციისა და მხარდაჭერის ელემენტი. აი აქ რა შეუძლიათ ამას დიდი ბრენდები გვიჩვენებენ უკვე ბევრი წელია, მაგრამ ჩვენ ახლა მაინც თანამედროვე ინფორმაციებზე და დაყრდნობით თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით ვამბობთ, როგორია მოცემულობა. ხო, სახარბიელოა თქო, ვერ ვიტყვი სამწუხაროდ აი ამ კუთხით. დღეს თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, ყველგან არის მოკლევადიანი ეფექტზე გათვლილი რეკლამებიც, არ ვიცი, ინფლუენსერულ შეთავაზებებიც თუ რა ქვია ამას, ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის თუნდაც სერვისს ყიდის, სულ ერთი ეს რომელი პროფესიის იქნება და ბოდიში აქვე რჩევის გავს თუ მოგცემთ, რაზე გავაკეთეთ აქცენტი იმისთვის, რომ გრძელვადიანად გქონდეს კომუნიკაცია. არა უბრალოდ შევინარჩუნოთ, არამედ კომუნიკაცია კონდეს მომხმარებელთან კომპანიას. კი, აი სწორედ ამიტომ დავიწყე მეც ზუსტად ამის, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ეფექტი. მოკლევადიანი ეფექტში მე შეიძლება მაქსიმუმ დამეხმაროს უფრო სწრაფად როგორ მივიღო გადაწყვეტილება თავისი შთაბეჭდილებებით. თუმცა, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ თანამედროვე ადამიანი ძალიან გაიზარდა და თანამედროვე მომხმარებელი ამ კუთხით. ვეღარ მოატყუები სიადველად, როგორიც შეიძლება და რაღაც მოგეხვია თავზე, თუმცა ტყუილი არც არასდროს იყო გამართლებული და ყოველთვის ხდება, ან მოკლევადიანი იყო, თუმცა დღევანდელი ადამიანისთვის ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, უფრო მეტი რესურსი და საშუალება აქვს იმისთვის, რომ შენ ტყუილი არ შეგარჩინოს და სადღაც ან Facebook-ზე დაგიდებს, ან სოციალურ ქსელში დაგიდებს და შენც წესით და რიგით უნდა იყო უფრო მეტად მოჭიმული, რომ ასიამოვნო შენს მომხმარებელს და სწორედაც რომ იყოს ეს ურთიერთობა გრძელვადიანზე გათვლილი. ამას რომ თავი დავანებოთ,
ტვინს აქვს იმის ფუნქცია, რომ შენ შეიძლება უცებ გამომუშავ და შენში რაღაც ჭარბი ჰორმონები ამ მოლოდინის დროს ეიფორია წამოვიდა, იქ ადრენალინი, ნორადრენალინი, აქეთ დოფამინი და შექმნა ეს განწყობა და ეგ პროცესი სიამოვნებს ადამიანს. ჩვენ შეიძლება ეს არ განვიცადოთ, თქვა ყიდვის დროს, მაგრამ წავიდეთ და სადღაც ატრაქციონებზე განვიცადოთ, ან სადღაც ჩამოვსრიალდეთ, ან მივიღოთ ეს ადრენალინი, ხო? ვინ როგორ იღებს, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ვის რა უღირს იმას აკეთებს, იქაც ხომ რაღაცა ზიხთის რომ ეს ხო ფსიქოტიპაზეა დამოკიდებული. ეს ფსიქოტიპზე არის კი ბატონო დამოკიდებული. და გრძელვადიანი ურთიერთობა სწორედ ის არის, რომ მე მხოლოდ ეს ეიფორია კი არ შეგიქმნა შენ. სახლში რომ წახვედი და ჩაირთო უკვე გრძელვადიანი პროცესი და იქ ლოგიკა ამუშავდა, შენ უნდა გქონდეს ნაყიდი არა მხოლოდ ნივთი, არამედ მასთან ერთად ემოციაც და სარგებელი. სარგებელი, რომელიც გათვლილი არის უკვე ლოგიკურ აზროვნებაზე და აქ თავისთავად უკვე გამოირიცხა ის, რაც შეიძლება მეორე მხარემ მოინდომოს რომ ითაღლითოს და აღარ გამოდის. ამიტომ ძალიან საინტერესო მიდგომა, როცა იცნობ უკვე შენს მომხმარებელს და იცი როგორ მიუდგე მას, რომ მარტივადაც უფრო მეტად შეძლო მასთან კომუნიკაცია და რაც თავარია გრძელვადიანად. გასაგებია. რთული ამოცანა, მაგრამ ამ ამოცანის შესრულების ბევრ მაგალითს იძლევა არაერთი დიდი კომპანია. კი ბატონო, ამის მაგალითები ჩვენ მქონია აქამდეც, არ არის აუცილებელი ამის დაველოდოთ რომელიმე, რა ვიცი, ახალ კვლევას, ყოფილა ამის მაგალითები, დიდი ბრენდები ამას აქამდე აკეთებდნენ, ახლაც აკეთებდნენ და კიდევ უფრო მეტად არიან ჩართულები, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ ეს კმაყოფილების დონე, რადგანაც ვართ კონკურენციაში. კი, და ეს კონკურენცია კიდევ უფრო გლობალური თუ მრავალფეროვანი თუ უფრო რთული გამოწვევის სახით ფორმირდება აზიური ბაზრის განვითარების ფონზე. იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით რაღაც კლიშეებიც იმსხვება უკვე რა. იგივე ავტობაზარზე თუ აქამდე დომინანტი იყო პირობითად მივეჩვიეთ ხო ბოლო ამის საუკუნის განმავლობაში ამერიკული ბრენდები იყო და დაიწყო ფორდმა თავისი რევოლუციით, მერე წამოვიდა გერმანული ავტობრენდები და მერე გერმანია, იტალია, იაპონია და ახლა ჩინეთი, რომელიც საერთოდ ამსხვრევს ამ ბაზარზე მიდგომებს ვთქვათ ისეთი ბრენდები, რომლებიც გრძელვადიანობის კუთხით მდგრადობით გამოირჩეოდნენ, აი იმათ ეჭიდავება. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ თქვენ რო ბრძანეთ რომ თანამედროვე ადამიანს უკვე ასე ადვილად ვერ მოატყუებ, თანამედროვე ადამიანს ხო აი ეს არჩევანის პალიტრა კიდევ უფრო გაეზარდა. და შესაბამისად მარკეტინგის და წარმომადგენლებს და იმ ხალხს ვისთანაც თქვენ გაქვთ კომუნიკაცია უფრო სერიოზული გამოწვევა აქვთ. კი ბატონო, თუმცა ამ ბრენდებმა, ადამიანებმა თუნდაც ადამიანის ხომ ბრენდი, ადამიანი ბრენდები, იმიტომ გაუძლეს ამას, რომ მათში იყო რაღაც ისეთი, რომელიც არ ექვემდებარება დროს. კი, შეიძლება დღეს ბევრი რამე იყოს დროებითი და ისინი ხვალას დარჩენ და ეს დღევანდელი აი სწორედ ეს რომ გაუძლეს, იმიტომ კი არ გაუძლეს, რომ რაღაც ისეთი ტექნიკური მაგარი რაღაც იცოდნენ. არა, იმიტომ გაუძლეს, რომ რაღაც ისეთი ის მიღმიერი პროცესი, რომელიც არ ექვემდებარება დროს და სწორედ ეს არის შთაბეჭდილებები და სწორედ ეს არის ის რაღაც, რისკენაც მთელი ცხოვრება ადამიანი მიუტვის. და მე აღმოსაჩენია ეს გარეგან ფორმაში, უკვე რა ფორმას იღებს გარეგან გამოხატულება. იმიტომ რომ ეს ჩარჩეს ტვინის რაღაცა შრეში, რაც ხო, მე მაინც გონია რომ თავარი გადარჩენ ამ სამყაროში არის გულწრფელობა ბრენდების, კომპანიების და ადამიანების. რაც პირდაპირ როგორც ორ წერტეს შორის დაკავშირების მარტივი გზა არის პირდაპირ ხაზი, ასე ვთქვათ ტვინისთვისაც პირდაპირ მიმღებლობა, გულწრფელობა. თქმა უნდა, ჩვენ ამას ხო ინტუიციურად გრძნობთ, შეიძლება ვიღაცამ ვერ დაარქვა სახელი, მაგრამ ჩვენ ინტუიციურად ამას გრძნობთ და გულწრფელობა არის ყველაზე დიდი იარაღი. დიდი მადლობა და მოდით სტილის ეთერია და მთელი დღის განმავლობაში ეს თავარი სიტყვა გულწრფელობა ალბათ თავარ თეზისად დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ამ დიალოგისთვის. ჩვენი დიალოგი ფსიქოკონსულტანტთან ორგანიზაციული განვითარების ტრენერთან რადიო იმედის Facebook გვერდზე აიტვირთება. ხათუნა მდინარაძე იყო სტუმარი. მადლობა ნახვამდის. მადლობა.